თემა მე-14. სვლა და მიმართულება. მივდივარ ზმნა. დაკავებული დღე. მე ახლა სახლში მივდივარ. მერე მოვალ შენთან. მერე წავალთ მაღაზიაში. მე ახლა სკოლაში შევდივარ. სკოლიდან გავალ 2 საათზე. მე ახლა ოფისში მოვდივარ. მერე წავალ სუპერმარკეტში. მე ახლა ხიდზე გადავდივარ. ცოტა ხანში უნივერსიტეტში შევალ. დაკავებული დღეები. 3 დღე ძალიან დაკავებული ვარ. გუშინ დილის 9-ის ნახევარზე უნივერსიტეტში წავედი. უნივერსიტეტიდან 2 საათზე გავედი და პოლიკლინიკაში წავედი. პოლიკლინიკიდან სპორტზე მივედი და იქ 1 საათი ვიყავი. სპორტზე უკვე 1 თვეა დავდივარ. შემდეგ მეგობართან მივედი. მისი დაბადების დღე იყო. აქაც ცოტა ხანი ვიყავი. 1 საათის შემდეგ ჩემს ბიძაშვილთან წავედი. სახლში ძალიან გვიან. ღამის 11 საათზე მოვედი. დღესაც ძალიან დაკავებული ვარ. დილით უნივერსიტეტში ფეხით მივდივარ. როცა ფეხით მივდივარ, სახლიდან 8 საათზე გავდივარ. ხიდზე გადავდივარ. მერე ვარაზისხევის აღმართზე ავდივარ და უკვე 9 საათზე უნივერსიტეტში შევდივარ. უნივერსიტეტის მერე ბიბლიოთეკაში მივდივარ და მთელი დღე იქ ვიქნები. ხვალაც ძალიან დაკავებული ვარ. დილით უნივერსიტეტში ტესტირებაზე წავალ. იქ ალბათ 3 საათი ვიქნები. მერე ტელევიზიაში მივალ. ტელევიზიაში 2 საათამდე ვიქნები. მერე მეგობართან მივალ და ერთად წავალთ მეორე მეგობართან. საღამოს სახლში ინგლისურის გაკვეთილი მაქვს და მასწავლებელი ჩემთან მოდის სახლში. კარგია, რომ ზეგდამაზეგ შაბათკვირაა. სახლში ვიქნები და ალბათ მეგობრები მოვლენ ჩემთან. მე არსად არ წავალ. გამარჯობა, როგორ ხარ? სად მიდიხარ? ახლა სახლში მივდივარ. ჩემს ნათესავებთან ერთად ვიყავი ქალაქში. თაწმინდაზე ავედით. იქ რესტორანში შევედით. მერე ქალაქგარეთ გავედით. ცხეთაშიც ჩავედით. შენი ნათესავები სად არიან? სახლში წავიდნენ. მე ძალიან დაღლილი ვარ და მეც სახლში მივდივარ. ხვალ ჩემი მანქანით ბიძა ჩემთან ჩავალთ სიღნაღში. სად ცხოვრობენ შენი ნათესავები? ახლა ამერიკაში ცხოვრობენ. 10 წლის წინ იტალიაში წავიდნენ. მერე იტალიიდან ამერიკაში გადავიდნენ. საქართველოში ხშირად ჩამოდიან და ერთად დავდივართ ნათესავებთან. როდის მიდიან შენი სტუმრები? ჩემთან როდის მოხვალ? 1 კვირის შემდეგ მიდიან ამერიკაში. მერე მოვალ შენთან. აბა კარგად, ბედნიერად. ნათიას მოკითხვა გადაეცი. დიდი მადლობა. კარგად.